საფრანგეთში ტრამპის ვიზიტის შესაძლებლობა ბევრისთვის ასეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო, როგორც ამ შეხვედრის შემდეგ. ტრამპმა სირიის ახალ ლიდერს ხელი ჩამოართვა და სანქციების მოსვლა დაანონსა, იმისთვის რომ სირიას ძველი სიდიადის დაბრუნება შეეძლოს. ტრამპამდე დიქტატორის დამხობის და ასადის მოსკოვში გაქცევის შემდეგ სირიას პირველი დახმარების ხელი ევროკავშირმა გაუწოდა. ბევრი რომ არ დაგღალოთ გეოპოლიტიკით, მარტივად გეტყვით, როდესაც დიქტატურა ემხობა და დიქტატორი მოსკოვში გარბის, ამით ყველაფერი ნათქვამია. ბევრი ჩაღრმავების გარეშე სირია იმ სახელმწიფოთა ჯაჭვშია, რომელზედაც ყატარი თურქეთის გაზის მილი გადის და ბულგარეთში გაზის ევროპულ სისტემას უკავშირდება. ამ მილის ამოქმედების შედეგად ევროპა მთლიანად და სტაბილურად ჩაეხსნება იმპერიალისტური რუსული ზრახოვის მთავარ იარაღს გაზპრომს. შესაბამისად, აბა გამოიცანით, რატომ ეხმარებოდა და მფარველობდა პუტინი ასაც. დაუსრულებელი ომი სირიის მიწაზე გარანტია იყო იმისა, რომ ყატარი თურქეთის გასადენი არასოდეს ამოქმედებოდა. იტყვით ახლა ჩვენაშუაში ვართო. აქაც მოკლედ 2018 წელს პუტინის დავალებით ასადის რუსულმა რეჟიმმა აფხაზეთის და ცხინვალის რუსული დამოუკიდებლობა აღიარა. უფრო მეტიც, სოხუმის რეჟიმმა დამასკოში საელჩოს კი გახსნათ. გაგიკვირდებათ და ამის გამო საქართველომ ქოც რეალობაში სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. დაიახლა, როდესაც ცივილიზებული სამყარო ახალ სირიას ხელს ართმევს, ხალხის ძალის, ანუ ძხ-ს, ანუ რუსული ოცნების რუსული დანამატის თავმჯდომარედ წოდებული და ამავდროულად ვიცე-სპიკერად წოდებული სოზარ სუბარი ასეთ რამეს ამბობს. ახალი ამბავი არის მთელი მსოფლიოსთვის, ხო? ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუხსნა სანქციები, ყველა სანქცია მოუხსნა სირიას და ლაპარაკია ორგანიზაციაზე, სახელმწიფოზე უფრო სწორედ, რომლის ხელმძღვანელი პირები იყვნენ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, ალ-ქაიდასთან და ჯაბჰათ ალ-ნუსრასთან კავშირში. ამ დროს ამ ქვეყნის პრეზიდენტი ხდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მიწვეული არის საფრანგეთში მაკრონის მიერ. მოკლედ თქვენს რომ მურჩა იქ ყველაფერი დაალაგდა. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები რომ რუსული სპეცოპერაცია არ ყოფილიყო და ჩვენ ახლა მსოფლიოს და რაც თავარია ქართული ხალხის მიერ აღიარებული ხელისუფლება გვყავდეს, დამასკოში ქართული დელეგაცია უკვე ნამყოფი უნდა იყოს. ერთადერთი თხოვნით და მოთხოვნით სირიის ახალმა მთავრობამ ასადის რუსული რეჟიმის გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესახებ უკან გაიწვიოს, მაგრამ ივანიშვილის რუსული რეჟიმი პუტინს და ასადს ვერ აწყენინებს. ასადი მეორე დიქტატორია იანუკოვიჩის მერე, რომელმაც დამხობის შემდეგ თავი მოსკოვს შეაფარა რა ცხოვრების და ნაძარცვის თხლების საშუალება მიიღო. ასადი იანუკოვიჩი რუსული გაზი მოსკოვი დაიმახსოვრეთ. კიდევ მიუბრუნდები. მანამდე კი ერთი ამონარიდი ივანიშვილის ბოლო რუსული ღია წერილიდან. არ გეგონოთ წელზე ხელის მომწერის გვარი შემეშალა, რადგან კობახიძე არავინ არ არის, შესაბამისად ამ ღია რუსული წერილის ავტორი ივანიშვილია. ავტორი რა ხელის მომწერი. მეტი რა თქოს მარიონეტის წერილით რუსმა 2020 წლის ომის დაწყებაში სააკაშვილის დადანაშაულობა რომ არ იყო, ახლა მოგონილ დიპსტეიტს, ანუ ამერიკას მიადგა. ამონარიდის სპეცოპერაციის ბოდიშის გაგრძელება ადრეც მithkomს და ახლაც ვიმეორებ. 2020 წლის ომის თემით რუსეთი მხოლოდ ერთ რამეს ცდილობს საქართველოს დანაწევრებას თბილისის პრეტენზიების გარეშე. უფრო მეტიც, ქართულის დახმარებით რომ სახელმწიფოს გაუქმება დაშლა, იურიდიულადაც გაფორმდეს. კარგად რომ ვიცოდეთ როგორ მოვედით აქამდე, სპეცოპერაცია ბოდიშის შემდეგი ქრონოლოგია გავიხსენოთ. სპეცოპერაცია ბოდიშის კულმინაცია ივანიშვილის მარიონეტის კობახიძის გაეროს ტრიბუნაზე სიტყვა უნდა ყოფილიყო. დროების ინფორმაციით, კობახიძეს უნდა ეთქვა, რომ თბილისი მზად არის ძალის გამოუყენებლობის აქტის შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის. შეთანხმების ასრულების შემთხვევაში თბილისი თავად ქმნის პრეცედენტს კონფლიქტის მხარებად და საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად აღიაროს არა ოკუპანტი რუსეთი, არამედ სოხუმის და ცხინვალის რეჟიმები. მაგრამ კობახიძემ დავალება იმ მომენტში ვერ შეასრულა, თუმცა იმავე ტრიბუნიდან ქართოს მოძულე ოკუპანტის და ტერორისტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივანიშვილს სპეცოპერაცია ბოდიში მოუწონა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წარმატებით ახდენს წარსულის გადაფასებასო და შემდეგ მიაყოლა მოსკოვი მზად არის დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან როგორც მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის ნორმალიზებაში, მათ შორის თავდაუსხლელობის შესახებ შეთანხმების უზრუნველყოფაში. და სპეცოპერაცია ბოდიშის რუსულ სცენაზე ჩემთვის არ მოულოდნელად რუსული ოცნების გენერალური მდივანი მერი
მერი კალაძე გამოვიდა. ის რომ რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება და ხელ შეუწყობს იმას, რომ მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა პოზიტიურია. მერი კალაძის 29 სექტემბრის პატაკი ურდოში საკმარისი არ აღმოჩნდა და მეორე დღეს იგივე უფრო დიდი მონდომებით ჩაარაკრაკა მეტიც გაურკვეველი სამოქმედო გეგმა და ჯარების გაყვანა დაამატა. დავიწყოთ საუბარი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რომ მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა. კალაძის რუსული ბოდვა ტყუილი, როგორც ყველა ტყუილი, მოკლე აღმოჩნდა. რუსულ გაზპრომთან საიდუმლო ხელშეკრულების განფორმებელს მოსკოვიდან ლამაზად შეახსენეს. დაახლოება განა რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს. ჩვენ შეთანხმებები გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო საკითხებზე და ასე შემდეგ. არავინ განიხილავს ამ საკითხს. ლავროვმა თქვა ის, რაც თქვა, მას ჯარების გაყვანა არ უგულისხმია. ვისაც ზატულინის დონე არ გაკმაყოფილებთ, ლავროვის პასუხს კიდევ ერთხელ მოგასმენინებთ. Решение 2008 года они пересмотру не подлежат. რუსული რეალობა ასეთია, თუ 2008 წელი არ გადაიხედება, როგორ აპირებს რეჟიმი აფხაზეთთან და ოსეთთან შერიგებას? მარტივი კითხვა და იქნებ დაფიქრდე გრუზინო. ერთხელ ხომ შეიძლება ამ რუსული ტყუილიდან და რუსული ბორიას ჰიპნოზიდან გამოხვიდე? თუ ეს არ კმარა, ესეც ნახეთ, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი, ვინმე ბადრა გუმბა ჯერ წითელ მოედანზე შემდეგ მის მმართველთა კასაბთან აუდიენციაზე გილოცავთ გრუზინო, შენი ბატონის შეფი სოხუმს ეწევა. Пригласить от своего имени, от народа Абхазии посетить нашу республику в любое удобное для вас время. Спасибо большое, с удовольствием. დანაკლისი რომ აქონდეთ ერთი პატარა ციტატა აგუმბას რია ნოვოსტისთვის მიცემული ინტერვიუდან. საქართველოს პოლიტიკური ელიტა ვერ შეეგუა რეალობას. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ვკითხოთ ჩვენს მოქალაქეებს, არიან თუ არა ისინი ოკუპირებულები. ჩვენ თავისუფლები ვართ, ჩვენ ვავითარებთ ჩვენს კულტურასა და ტრადიციებს. ესაა დამოუკიდებლობა. საქართველოს განცხადებები პოლიტიკურია. ჩვენ გვსურს საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობები, რათა მისმა ხელმძღვანელობამ გააცნობიეროს, რომ მათ წინაშეა დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც არც ომი სურს და არც კონფლიქტი. ეს არის რუსული რეალობა და მართლა აღარ ვიცი რა ფორმით ან რანაირად ახსნა. ამ რეალობის ნაწილია სპეცოპერაცია ბოდიში და რუსული ღია წერილიდან ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ფრაზა. თუ რუსულ საქმეს დაჭირდა, მოსკოვი გააცოცხლებს ძველ პრიმაკოვის დროინდელ გეგმას, სამსუბიექტიანი კონფედერაცია. ეს ამბავი მალე გამოჩნდება, ჩემი დაკვირვებით, მორი გრუზინულ ქოცურ რუსულ საარჩევნო კალენდართან ახლოს. გაშიფრო მარტივია, ქართულენოვანი რუსული პროპაგანდა ამბავს როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ისე შეგაჭმევთ. აი ესე როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის სპეცოპერაცია გარეჯი საქართველოა გაჭამეს და გრუზინი ზარზემით მიიღებს რუსულ რეალობას, კონფედერაციას, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებს საგარეო კურსზე ვეტო ექნებათ და ვითომ გაერთიანების დატოვება ნებისმიერ მომენტში შეეძლებათ. ამაზე უარესი იქნება თუ არა არ ვიცი, მაგრამ სულ არ გამიკვირდება, რომ ბორიას რეჟიმმა რუსეთ-ბელორუსის კავშირშიც კი მოინდომოს შესვლა. ვიცი დაუჯერებლად გეჩვენებათ ეს ვარაუდები და ვერსიები, მაგრამ თქვენ იმასაც ამბობდით, აუ ბიჭო, ესენი გადავაგდოთ და ამ ხიხოს როცა გვინდა, მაშინ გადავირჩევთო. ამას როგორ გაბედავენო, ამას არ იკადრებენო, გადააგდეთ, არ იკადრეს, არ ქნეს, რამე დარჩათ? კი, დარჩათ. სათვალავი ამერია მე რამდენად ვაბობ ამას, მაგრამ მასია, დარჩა მხოლოდ დამიზნებით სროლა. თუ დაცალდა იანუკოვიჩს და მეც ზიზამს. თუნდაც იმ პერსპექტივით, რომ მოსკოვში ასაც და იანუკოვიჩ მიუჯდეს გვერდით. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი მოსკოვში გაქცევის პერსპექტივას განიხილავს. სხვაგან არსად წაესვლება, იქაც თუ მიიღეს რაღა თქმა უნდა. ხალხის რისხვას მოსკოვში გაქცეულებიდან რაღა თქმა უნდა პირველი იანუკოვიჩი მახსენდება. რუსია სახელმწიფოს უღალატა და აბას აწავიდოდა. მასთან ერთად რუსეთში გაიქცნენ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციის, განათლების მინისტრებიც კი. რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საგარეო დაზვერვის შეფი, რადას რამდენიმე წევრი ბიზნესმენების საჯარო ჯამში სხვადასხვა მონაცემებით იანუკოვიჩის ხელისუფლებასთან დაკავშირებული უკრაინის 5,000-მდე მოქალაქე გაიქცა პუტინის რუსეთში. წარმოიდგინეთ, რამდენი შეიძლება გაიქცეს აქედან. მოსკოვში გაქცეულ რუსბორიას მისი ძველი თანაგუნდელი ოჯახის მირონით ნათესავი ნაგენ პროკურორალი ფარცხალაძე დახვდება. ასადისგან და იანუკოვიჩისგან განსხვავებით, ივანიშვილის ბოტასი წითელ მოედანზეც კი მოხვდა. კიდევ ერთ ქართული გვარის მატარებელ ვინმე ფიფიასთან ერთად. სირიელი და უკრაინელი დიქტატორები პუტინს ახლა არაფერში სჭირდება, ვინც სჭირდებოდა
იმას მისცა იქ მისulis უფლება. ვიცი ხანდახან ამ ფარცხალაძის ამნეხსენებაზე ბევრს გეცინებათ და არასერიოზულად აღიქვამთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის თანახმად, სავარაუდოდ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკათილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებდნენ. ანუ ის ივანიშვილის პროკურორი სახელმწიფოს სამშობლოს ღალატობდა. ანუ გამოდის, რომ ფარცხალაძე იმ რუსული სქემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო და ახლაც არის, რომელიც ზეგავლენას ახდენდა და ახდენს ქართულ საზოგადოებაში პრორუსული განწყობის გაღრმავებაში. ფარცხალაძე მარტო ვერ იმოქმედებდა. ლოგიკის მიხედვით, მისი აგენტურული ქსელი ახლაც მოქმედებს. მარტივი ლოგიკით, ამ ქსელის წევრები არიან მთავრობაში, პარლამენტში, თბილისის მერიაში, საკრებულოში, აჭარის მთავრობაში, ჯარში, პოლიციაში, სპეცსამსახურებში, ყველა თვითმმართველ ერთეულში, ეჯგაროშია საპატრიარქო სტრუქტურებში, ეროვნულ ბანკში, უმაღლეს სასწავლებლებში, პედაგოგებში, 1000 ჯურის ექსპერტულ წრეებში, ეგრეთ წოდებულ ინტელიგენციაში, სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუტებში, აკადემიებში, ვითომ ღვაწლმოსილ, დამსახურებულ კულტურის მოღვაწეებში, მწერლებში, პოეტებში, სამედიცინო საზოგადოებაშიც კი რა თქმა უნდა მედიაში, პოლიტიკურ წრეებში და ბიზნესში. აღარ დაგვრით რეჟიმის იმ ჩამონათვალით, რომლებიც ივანიშვილის ფარცხალაძეს გადაეფარენ და მოსკოვში მშვიდობიანად გააცილეს. რა თქმა უნდა დოკუმენტური მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ მარტივი ლოგიკა და დაკვირვებაა. ყველა ვინც ფარცხალაძეს გადაეფარა და ხელი შეუწყო იმისთვის, რომ მას საკუთარი შვილისთვის ქონება გადაეფორმებია, ამ ქსელის, რუსული ქსელის წევრები არიან. ქსელის წევრები სხვადასხვა ვითომ პარტიებში, ორგანიზაციებში და ფონდებში მოსეინე ქართულგვაროვანი რუსების დამსახურებად ითვლება პირდაპირ ფრენების აღდგენა მოსკოვთან. ახლა სხვა დავალება აქვს რუსი ბორიას ფარცხოს სარკეგიზო მიმოსვლის აღდგენა აფხაზეთში, პრინციპით მთავარი ეკონომიკა და ხალხის დღეობაა, შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან და ბოლოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება. ნეიტრალური გრუზია უფრო ადვილად ამოყოფს თავს კონფედერაციაში ან რუსეთ-ბელორუსის კავშირში. ნეიტრალიტეტი ძველი რუსული გეგმა, რომელსაც დროდადრო ივანიშვილის შავ რუსულ ჯიბეს გამომული ვითომ ექსპერტები, ვითომ მოძრაობები და ვითომ პარტიები ახმოვანებენ. ამ ქსელის სხვადასხვა დანაყოფები ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირში არიან. ამ თემაზე ვცლად ჩემს წინა ვლოგში ბოლო რუსი ვისაუბრებ. ნეიტრალური საქართველოც კი შექმნეს. ალბათ შემდეგ ერთ საარჩევნო სიაში ვიხილავთ ნეიტრალებს და ოცნებას. ხალხის ძალოთ ჩაწერა სიაში ამათ თვითონ რატო ვერ ჩაწერენ და შემდეგ მორიგი რუსული სპეცოპერაციის შედეგად დაკომპლექტებულ ვითომ პარლამენტში კონსტიტუციიდან русули силамазит амоигებენ 78 мухлс. В 2012 году грузинская мечта пришла к власти, а в 2017 она в Конституцию поправку внесла и дала указание госструктурам содействовать вступлению в Евросоюз и в НАТО. Ну, ребята, вы выбираете. Ведь Евросоюз и НАТО – это всего лишь аббревиатура и буквы. В Конституцию внести мечту народа вступить в блок НАТО – ну это паранойя. Ვისაც არ გეცნობთ, ეს რუსეთის მიერ საქართველოს უშიშროების მინისტრად დანიშნული ეგორ პანტელეიმონოვიჩ გიორგაძეა. კიდევ ერთი ვითომ ქართველი, რომელიც ფარცხალაძესავით მოსკოვშია, ოღონდ სხვა თანამდებობაზე. ინტერვიუ 2023 წლის სექტემბრის არის. იგორი, ანუ რუსეთი, რუს ბორიას არჩევანის გაკეთებას თხოვს. ან ჩვენ, ან ევროკავშირი, ნატო. ხოდა პასუხი ხომ იცით, რუსმა ბორიამ რუსეთი აირჩია. რუსეთი, რადგან მისი და რეჟიმის წევრების ცივილიზებულ სამყაროში ადგილი უბრალოდ არ არის. აბა წარმოიდგინეთ დასავლური დემოკრატიის კონკურენციის და ღიაობის შემთხვევაში წილოსანი ან თუნდაც ძიაძაგიაც ცეკას ინსტრუქტორი ვოლსკი პარლამენტის ვიცე-სპიკერები იქნებოდნენ. ვერც მერი კალაძე იქნებოდა მერი, ავტოგოლო, რომელიც არაფერზეა პასუხისმგებელი. ავტოგოლამ, რომელმაც პუტინის გაზპრომთან დღემდე საიდუმლო ხელშეკრულება გააფორმა. ბოლო მონაცემებით მხოლოდ იანვარ-მარტში საქართველოს რუსულ გაზში 100 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა, ხოლო აზერბაიჯანში მხოლოდ 82 მილიონი. მაგრამ კალადის დიდი ხანი არაფერი მიგვირს. მისეთ განცხადება შემოგთავაზოთ, რომელიც განსაკუთრებულად უხდება რუსულ რეჟიმს. როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენ გაატარო შენი ქვეყნის ინტერესები. წარმოუდგენელია, ვისი ქვეყნის აგენტიც არ უნდა იყო, არ აქვს მნიშვნელობა. საკუთარ თავზე და რეჟიმზე უკეთესად როგორ გაეთქვა. დასასრულისკენ წავიდეთ და სანამ სულ ბოლო აბზაც შემოგთავაზებთ, ისევ რუსი ეგორ პანტელეიმონოვიჩ. Я думаю, и мозговых центров, и центров принятия окончательных решений во благо России в России есть.
И они, я думаю, в нужный момент среагируют по-нужному. Нам, конечно, нужна бы хорошая поддержка, моральная, информационная, политическая со стороны России. რუსული დახმარება სახელმწიფოს სახელად საქართველოს გაქრობა, დანაწევრება ივანიშვილის ხელით, ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ დასავლეთო, რომელსაც ამდრომდე ივანიშვილის ბევრი მცდელობის მიუხედავად ხელი არ გაგუშა, ხელი ჩაიქნოს ქართულ ხალხზე. 2012 წლიდან მოყოლებული რუსი ნამესნიკი ამ გეგმას მიყვება. რუსი ბორიას ბოდიში სულ ბოლოს რუსული წერილი და პაპუაშვილის მიერ მიტაცებულ პარლამენტში მეგობარი აქტის საპასუხოდ ჩარაკრაკებული დადგენილება თუ განცხადებაც ამ ჯოჯოხეთისკენ გადადგმული კიდევ ერთი რუსული ნაბიჯია. ერთ კვირაში 26 მაისია დღე, რომელიც ნამდვილად ქართველი ხალხის არის და არარუსული რეჟიმის, რომელიც ამ ფარისეულ ღონისძიებებში 7 მილიონ ლარს დახარჯავს, საიდანაც 2 მილიონს ეგრეთ წოდებული თავდაცვის სამინისტრო სცენის მოსაწყობად და ფიცის ცერემონიის გასამართავად დახარჯავს. წარმოთქმაც კი საშინელებაა, რუსული რეჟიმი ქართული ჯარის აღლუმს ჩაიბარებს. უკვე მე რამდენად, მაგრამ ამ ერთხელაც თავისუფლებას მივცემ ქართულ ჯარისკაცებს ჩინის და რეგალიის გარეშე მიუმართო. რუსული რეჟიმის წინაშე რომ წარდგებით თავისუფლებით მოედანზე ანწუხელიძე და სხვა გმირების შეუძლებელი არ გაგახსენდეთ. აი ეს ანწუხელიძე და ის ქართველი მეომრების სახელმწიფოს სამშობლოს და შვილების, მათ შორის თქვენი შვილების მომავალს სიცოცხლე რომ შეწირეს. აი ეს ანწუხელიძე რუსი ბორიას ჯალათიამ რომ დაასამართლა ღალატის კომისიაზე.